აი ამ ბიჭებს არ ეზარებოდათ და არ ეზარება. ეს ბიჭები მთელ საქართველოს უყვარს, თავი შეაყვარეს, მაგრამ ეს რო ორშაბათს მოვალდა, უცებ ადამიანები გნახავენ და ხო მათემატორში მუშაობდა, ახლა გავიქცევი, ესე არიან, მუშაობენ რეალურად, წესიერი ბიჭები არიან, ხელფასიც აქვს და ბონუსიც აქვს. აი ზუსტად ისე უნდა იყოს შენც. შენ უნდა იმითი იტრაბახო, რომ შენ პატარა ბიჭი 10 წლის ბიჭი მოხვედი და ჩვენ პირდაპირ მიგიღეთ, ხო? ჩვენ მიგიღეთ როგორ იცი? მე მინდა რომ აქ ამ ბიჭებთან როცა დრო გექნება მოხვიდე, აი როგორ იცლება ავტომობილები, როგორ რეცხავენ ავტომობილებს, როგორ შეყავთ, როგორ ელაპარაკებიან მომხმარებელს. თავარი ცხოვრებაში არის ერთი რამ. მომხმარებელი არის ყოველთვის მართალი და ტყვილი არასდროს არ უნდა უთხრა, რაც შესაძლებელია, კარგი ავტომობილი უნდა მისცე და ის ყოველთვის კმაყოფილი უნდა იყოს. ეს ავტოსფერო ყველას აინტერესებს, დიდს და პატარას, ხო? ამიტომ რეგიონში რომ მიდიხარ და რაღაცას რომ იწყებ, იმ წუთას არ უნდა დაგახტნენ თავზე და არ უნდა შეგიქმნან პრობლემები. პირიქით, პრობლემა ყველა უნდა მოაგვარონ, ხო? დაგვეხმარონ. აი, ბათუმში რატოა ხმამაღლა რომ ლაპარაკობ? აი, ბათუმში ჩვენ ამდენი წელია ცენტრი გვაქვს და არასდროს პრობლემა არ მქონია. აი, ჩაქვის ხალხი, ყველა ერთმანეთზე უკეთესი ხალხია. აი, შენაირი პატარა ბიჭები, ერთი 20 დღის უკან ვიყავი ჩვენ წასული. შენაირი პატარა ბიჭები გაქცეულან, მოუკრეფიათ მანდარინი, ჯერ არ იყო მანდარინი მოსული და ესე აი ესე გაუკეთებიათ, ასე დაუყრიათ მანდარინი და ესე მოხონდათ ჩვენთან. უყურე როგორ არის გიო. აი ესეც არის სტიმული. ეს ადამიანს გაგიხარდება რა საკშიც არ უნდა იყოთ, ხო? ნამდვილად. აი გიო, შენ პატარა ბიჭი ხარ, მაგრამ ეს დღე ყოველთვის შენ ცხოვრებაში დაგამახსოვრდება და დაიმახსოვრე ერთი რამ, რომ შენ პირველად 10 წლის გიო აი რა ვაშკაც ბიჭებთან დგახარ და რა ბიჭებთან გაქვს მეგობრობაც, მაკაცობა, ურთიერთობა და ესენი ყველაფერს გასწავლიან. დათო, ჩვენ ვიწყებთ ახლა ავტომობილების გარეცხვას. დიახ. და აჭარისკენ ჰერი, ხო? დიახ, მოვაწესრიგებთ ავტომობილებს და მივდივართ ჩაქვში. ჩვენ აქედან ძალიან ბევრი ავტომობილები გვეყიდებოდა და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ბათუმის ცენტრიც გაგვიკეთებია ძალიან მაღალ დონეზე, ევრო სტანდარტებით არის გაკეთებული, ძალიან დიდი ცენტრია. თბილისის და ქუთაისის ცენტრის ნაკლები არ არის და